ყველაფერი მაინც შემხვედრო და ნორმალური. ჩემნაირი ქმრის შეხვედრას გრიპი შეხვდეს ჯობია. ერთ კვირაში მაინც მოიშორე. ეს 20 წლის წინ რომ შემეყარა დღესაც მჭირს. ამის წინ ვეუნები ბიჭო, ნაგავი მაინც გაიტანე მეთქი და მოიცა რა ახალო ძლივს დავჯექიო. აქამდე რას აკეთებდი მეთქი და აქამდე ვიწექიო. ყველა მეუნება, ყველა რაღა მაგას გაყევიო და. რას გაიგე? ხომ იცით, კაცები მარშრუტკას ავითაა. რომ არ გინდა, მაინდა-მაინც ის მოგადგება. ისე განათლებით ფილოლოგია, მაგრამ თვითონ პოეტი ვარო იძახის. ცაში დაფრინავს. პრაქტიკულობა ნული. გუშინ ძლივს მიუსწარი, თორე საროჩკას სახელოდან იცნევდა. არა, თან აქეთ მეჩხუბება. რა გარეცხე ამისთანა ეს უპატრონო რომ თავზე აღარ მეტევა. ერთადერთხელ თხოვე ხალხმა, ერთადერთხელ. ბავშვი დღეს შენ წაიყვანე მეთქი. წაიყვანა. რომ მიიყვანა ბაღში უთხრეს ეს ბავშვი ჩვენი არ არისო. მეორე ბაღშიც იგივე უთხრეს, არ არის ბატონო ეს ჩვენი ბავშვია. და შემდეგ ავტობუსში რო ჩასწრე, ისევ ბავშვი მიხვდა შვილო და უთხრა, კიდო ერთი ბაღი მამიკო და სკოლაში დამაგვიანდებაო. ამისი კიდო ნასვამი მობრძანდა. ცხვირია გასიებული და ჩალურჯებული. რა არის ეს, რა მოგივიდა მეთქი და კაცი შემომელახაო. მერე სულ ცხვირი ურტყიფეხებშია. დააწვა და ამოუშვა ხრინვა. ახლა ხრინვასაც გააჩნია. ამას ასე სერიებათა. ათუშ ეს რო აკიკინდება, ჩემი ძაღლი ყეფას იწყებს. თან ისეთი პატარა ოთახი მაქვს, საწყალი ძაღლი, კუც აქეთ იქით კი არა, ზეითქვეით აქ იცინებს. არადო მთელი ოჯახი ჩემკისერზეა. ამ ოჯახში მე ვარ. ამტანიც, გამტანიც, მიმტანიც, მომტანიც და რა თქმა უნდა შემომტანიც. ეს რო უთხარი, ამ გიშპოეტამ ერთი საეჭვოდ შემათვალიერა და ექსპრომტი მაჯახა. ამ სახით და ამ ტანით უნდა იყო ამტანიო. ვაი შენს პატრონს მე უთხარ. ეს შენ ხელში გაუბედურდი და დავმოკლდი თუ არა?